დღეს ვისაუბრებ დემონის კონკრეტულ შეპყრობაზე, ისტორიას მოვყვები, რაც რეალურად გადახდა ადამიანს თავს და განვიხილავ დემონის პროტოკოლებს. Როგორ უნდა ებრძოლო ისეთ არსებას, რომელსაც ხელით ვერ ეხები, რომელზეც არ ფიქრობ საერთოდ არსებობს თუ არა, რომელზეც არაფერი არ იცი, რაც არასდროს გინახავს, რასთანაც შეხება არასდროს ქონია, რაზეც არავინ გესაუბრება, რასაც ვერ ხედავ და რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, არ იცი ამას როგორ ებრძოლო. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანს ყავს იდეალური მტერი. იდეალური მტერი არის ის, რომელსაც ვერ ხედავ, ვერ ეხები, არ იცი მის შესახებ და საერთოდ არც იცი თუ არსებობს. და სწორედ ამ ფარულობას არის შეფარებული ნებისმიერი ბნელი, ნებისმიერი დაბალი არსი. მას არ სურს გამოჩნდეს, რადგან სიბნელიდან უგვარებს ადამიანს, უჩინრობიდან უგვარებს ადამიანს, უმეცრებიდან უგვარებს ადამიანს, არცოდნიდან ერევა. მტერი თუ იმალება, ეს იმის ნიშანია, რომ მას ძალა არ აქვს. ამიტომაც იმალება, მაგრამ ძალა აქვს ფარულობიდან, იქედან რომ ადამიანი მას ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, არ იცის როგორი პროტოკოლები აქვს, როგორ მოქმედებს მასზე და აქედან გამომდინარე ბნელს ძალა აქვს. უფრო სწორედ, ძალის ილუზია აქვს, რომელსაც ადამიანი ექვემდებარება თავის აზრებში და შემდეგ უკვე ქმედებებში. რის შემდეგაც უკვე მთელი რიგი კასკადური პროცესები მიდის ადამიანში. სხვა ნაშრომებში ბევრი მოქვს ნათქვამი შიშზე, ამიტომ შიშზე ბევრს არ ვისაუბრებ, ორი სიტყვით ვიტყვი, შიში არის დამარცხების გარანტი. გამარჯვების გარანტი არის მშვიდი დემონთან და ნებისმიერ დაბალ არსთან. შიში არის ის, რითაც ადამიანზე იმარჯვებს დემონი. მაგრამ შიში არ არის ერთადერთი, რითაც იმარჯვებს დემონი ადამიანზე. დემონი ადამიანზე იმარჯვებს იმ გამოცდილებებით, რაც დაგროვებული აქვს 10,000-ობით წლის განმავლობაში და რასაც იყენებს კონკრეტულ ადამიანებთან. თითოეულ დემონს, თითოეულ დაბალ არსს თავისი ინდივიდუალური შექმნილი მექანიზმები აქვს. მოქმედების პროტოკოლები, საიდან მოუგვაროს ადამიანს, რა გააკეთოს და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს საბაზისო პროტოკოლები, რომელსაც ყველა დემონი იყენებს. და ამ საბაზისო პროტოკოლებს განვიხილავ. ორი სიტყვით რო ვთქვა, დემონის სუსტი მხარე რა არის? შიმშილი. როდესაც ის ადამიანს ეკრის, თუნდაც დემონი არ იყოს და დაბალი არსი იყოს, ან რაიმე ბნელი იყოს. როდესაც ადამიანის აურას ეკრის, ის იწყებს ადამიანის სტრესში ჩაგდებას. და სტრესი იწვევს ისეთი ენერგიის დაწვას, ჩვენი ენერგიის დაწვას ღვთიურის, რომელიც გადაკონვერტირდება ბნელ ენერგიად, რადგან ჩვენ ამ ენერგიას ღვთის სიყვარულში კი არ ვხარჯავთ, არამედ სტრესში ვხარჯავთ ბნელის ენერგიაში. შესაბამისად, დემონი ამით იკვებება და სხვა საკვები არა აქვს მას, რადგან უკვე აქ იმყოფება კონკრეტული ადამიანის აურასთან, სხივგარსთან. მისი სუსტი წერტილი არის შიმშილი და შიმშილი არის მშვიდი. ნახეთ, როდესაც ადამიანი მშვიდშია, მშვიდი არის ერთადერთი საშუალება აურა გაგიძლიერდეს და არ გამოკვებო ის დემონი, რომელიც როგორც ბავშვი ძუძუზე არის, მიკრული და ამ ძუძუს გარდა ვერაფერს ვერ ჭამს, ისეა მაგ მომენტში დემონი. ადამიანის სივრცეში არის და იმის იქეთ გარედან ენერგიას ვეღარ იღებს. დემონი და სხვა არსი რო წავიდეს, ადამიანი უნდა გასუფთავდეს. ფიქრებით, სიტყვებით და ქმედებით და ლოცვებით, რა თქმა უნდა. და უკვე დემონს აღარ აქვს საკვების საშუალება. ორი გზა აქვს, ან დარჩეს და ბოლომდე იბრძოლოს, შეაკლას ადამიანს თავი, ან უნდა წავიდეს, სხვა იპოვოს. შიმშილი იწვევს დემონის მოშორებას და შიმშილი არის ის, როდესაც არ კვებობს ადამიანი ბნელს, თავისი სტრესის მდგომარეობით, თავისი შიშის მდგომარეობით, თავისი ღვარძლის მდგომარეობით და სხვა დაბალი ვიბრაციული მდგომარეობით. როდესაც ადამიანს დაბალი არსი შეეპყრობა, პირველ რიგში რასაც იწყებს დემონი, ეს არის გააცნობიეროს თუ რა ფსიქოლოგიური ცნობიერის ადამიანთან აქვს საქმე. რატომ ეკვრის ადამიანს? ნებისმიერი დაბალი არსი იჭრება ადამიანში როგორც ვირუსი და ეს არ ხდება შემთხვევით, როგორც ფილმებშია ჩაიარა ხელი შეახო და გადავიდა, არა. რაღაცა სტრესი ხდება, რაღაცა ტრიგერი ხდება ადამიანში, რომლის შედეგადაც თავად ადამიანი იწვევს დაბალ არსს. ნახეთ, როდესაც ადამიანი გვემაშია და არ ყავს არაფერი პარაზიტი, ის ასხივებს და აფრქვევს ისეთ ენერგიას, აი სუნს უშვებს. უღრან ტყეში რო გაუშვა შემწვარი მწვადი სუნი. ეს სუნი ხომ ცხოველებს მოიზიდავს, აუცილებლად მოიზიდავს. იგივენაირად იზიდავს ადამიანის სტრესი ამ დაბალ არსებს. თუ შეხედავს, რომ მისი საკბილე ხარ, სტრესის შემდეგ უკვე ადამიანს ავტომატურად აურა, სხივგარსი, ეს ფარი, თავდაცვითი ფარი შესუსტებული აქვს და იჭრება ადვილად დემონი ფიქრებიდან. ფიქრებიდან შემოდის ჯერ დემონი და მერე შედის ისე. თქვათ ადამიანი რაღაცასთან
მიმართებაში სტრესშია. დემონი როცა მიდის ადამიანთან, ის უძლიერებს ამ ნეგატიურ აზრებს ადამიანს და ამ გაძლიერებულ ნეგატიურ ემოციებს ადამიანი თუ ექვემდებარება, ამ შემთხვევაში უკვე დემონი ახერხებს შეჭრას. რადგან ის აზრები, რომელიც ადამიანმა მიიღო, ამ აზრებში ენერგიაში იყო ჩადებული ტროას ცხენის ენერგია, ინფორმაცია. დემონის შესახებ შედის სტრესის ინფორმაცია, ადამიანი ამ ინფორმაციას ხსნის თავში, ფიქრს იწყებს ამაზე და გვერდით გამოიყოფა ამ ინფორმაციას დემონის კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც უკვე მერე ითესება ადამიანის გონებაში და ეს ეხდება ნებისმიერ ნეგატიური ფიქრის მოსმენისას და ნეგატიური ფიქრის გავრცობისას საკუთარ თავში კონკრეტული პროტოკოლების ჩათესვა ჩვენს თავში. ავირუსებულია ის ნეგატიური აზრები, რასაც თავში ადამიანი ავრცობს. შესაბამისად, დემონი იჭრება მიზეზით და არა უმიზეზობით. თუ ხელოვნურად არ მოხდა შეჭრა, ესეც არის შავმა მაგმა მკითხავებმა ეგრეთ წოდებულმა თუ არ დაინფიცირა ადამიანი ძალით, იმიტომ რომ ნებისმიერი რიტუალი, რომელსაც შავი მაგი აკეთებს, მაგათ ადამიანი მივიდა და ეუბნება იმ ადამიანს მინდა რაღაცა გავუკეთო. კითხავი კი არ უკეთებს ამას. კითხავი დემონებს უქსებს, ბნელ არსებს უქსებს, როგორც ქოფაკ ძაღლებს. ადამიანს არ ქონია სტრესი, მაგრამ ხელოვნურად მიამაგრეს ეს დემონები ამ ადამიანზე მისი დნმ-ით და კონკრეტული რიტუალებით. ეს არის ერთი ხელოვნურად მიმაგრება ადამიანზე დემონის და მეორე, რომელსაც თავად ადამიანი იმაგრებს ამ დემონს თავისი სტრესის მდგომარეობით. იწვევს, იპატიჟებს. მეორე ვარიანტი, სადაც ვთქვი, რომ შავმაგს შეუძლია მიუქციოს ეს დემონი, მაგაც არ აქვს შავმაგს ძალა, თუ ამ ადამიანს რეზისტენტობა არ აქვს ნეგატიური ფიქრების მიმართ. სუფთა ადამიანს ვერანაირ შავმაგიას ვერ გაუკეთებ, იმიტომ რომ ის არ უსმენს დემონის ფიქრებს. როდესაც უკვე შეჭრას აკეთებს დემონი, ის არ არის რაღაც უტვინო, უაზრო რაღაც არსი, რომელიც რაღაცებს უბრალოდ ბოდიალობს და აკეთებს ადამიანთან. არიან დაბალი არსები, რომელიც ცხოველის დონეზე არიან, ინტელექტი არა აქვთ, ისინი ძალიან დიდ ზიანს ვერ აყენებენ ადამიანს, უბრალოდ გარკვეულ ემოციებს იწვევენ, ნეგატიურს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ფიქრებში ჩასვან, იქ რომ დეპრესიაში ჩასვან, იქ რომ სუიციდამდე მიიყვანონ, როგორც შენ, ესეთ რამეს ის დაბალი არსები ვერ აკეთებენ, მაგრამ უმეტესობა არის ცნობიერი არსი, რომელსაც კარგად ესმის ფსიქოლოგია, იცის მანიპულაციები, რომელიც ადამიანზე მოქმედებს და მოკლედ მაგარი მომზადებულია, მისი პროფესია, მანიპულაცია, ტყუილი, ენერგოძარცვა და სხვა მრავალი. ამიტომ ეს მტერი არ არის უბრალო მტერი. ეს მტერი არის საფრთხის მომცველი მტერი, ცნობიერით, ინტელექტით და მთელი რიგი პროცედურებით. ეხლა რას აკეთებს, როდესაც იჭრება ადამიანში დემონი? ის იწყებს ადამიანის შესწავლას. დეტალურად, ფსიქოლოგია, ვინ ყავს გვერდით, მეგობრები, ოჯახის წევრები. მან უნდა შეისწავლოს მთლიანად ამ ადამიანის ფსიქოტიპი, გარემოცვა და სხვა მრავალი იმისთვის, რომ შესაბამისი მდგომარეობები დაულაგოს, რომ კონკრეტულ მდგომარეობამდე მიიყვანოს. დემონის მიზანი არის გარკვეული პერიოდი წუროს ენერგიით, წველოს და შემდეგ სუიციდამდე მიიყვანოს. რომ სუიციდის შემდეგ ადამიანის სული მოხვდეს სატანის ჯარში, მოდი ესე კეთო. მიზანი არის ბოლომდე გაძარცვა ენერგიის და მერე უკვე სულის დატყვევება სატანის ჯარში. მისი მსახური რო გახდეს სუიციდიდან გამომდინარე, ამ ნეგატიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ცალკეულად სუიციდზე კი არა აქ საუბარი, არამედ სანამ სუიციდამდე ადამიანი მივიდა, ის უკვე ბნელის მდგომარეობის პროცესს გადიოდა. აღარ იყო მაშინ დარჩენილი სიყვარული, პოზიტივი, ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე უკვე ავტომატურად გადაიქცევა ესეთი ადამიანი დაბალ არსად. პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ბნელები გყავთ რაღაც ძლიერი, რომელსაც უკვე გრძნობთ და აღიქვამთ, უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ იმიტომ გყავთ ის, რომ ძლიერი ხართ საწყისში. თქვენზე იმიტომ გამოიწია, რომ პოტენციალი გაქვთ, ძალა გაქვთ. უბრალოდ ჯერ შეიძლება არ ჩანდეს ეს ძალა და რამდენიმე წელში უნდა გამოიღვიძოს ამ ძალამ თქვენში, მაგრამ ის იქ გაქვთ, იმიტომ რომ ის არიწევს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალა არ აქვს. იმიტომ რომ იქიდან წამოსაღები არაფერია. ესმეეთ? ამიტომ იცოდეთ პირველ საწყისი, ვისაც ბნელის, დემონის და სხვა შეპყრობები გააქვთ, ყველას თქვენ გაქვთ ძალა, უბრალოდ ჯერ არ არის გამოღვიძებული ეს ძალა. ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენ მასზე ძლიერი ხართ. ეს არის ფაქტი. იმიტომაც იმალება, რომ თქვენ მასზე ძლიერი ხართ და ვერ მოგერევათ, იმიტომაც არის შენიღბული, რომ მარტო შენიღბვიდან თუ მოგერევათ და იმიტომ ვერ გერევათ პირდაპირ რომ ძლიერი ხართ. გააცნობიერეთ ეს. ამბობ ეს რაღაცას, რომ ყველაფერი დაიწყო საკუთარ თავზე ნეგატიური ფიქრების დაწყებით. თავში მოგივიდა ნეგატიური ფიქრები და ამ ნეგატიურ ფიქრებს აყევი დასაწყისში და ბოლოს უკვე ისე ღრმად შეხვედი, რომ საკუთარი თავის გინება, ლანძღვა, პირდაპირ ხმამაღლა, მთელი დაბალი ემოციით, საკუთარი თავის ლანძღვა, გინება, ფურთხება, დაკნინება დაიწყე, როდესაც შენ თავთან რჩებოდი. დემონსა თუ დაბალ არსს სჭირდება პირველ რიგში, რომ თქვენ გაგანადგუროთ პიროვნულად. თქვენ
თქვენ ჯერ პიროვნულად უნდა დაეცეთ შინაგანად, რომ არაფერს არ წარმოადგენთ, რომ ძალები დაკარგოთ, ძოლის უნარიანობა რომ დაკარგო. ამიტომ პირველ რიგში რაზეც დაგარტყა დემონმა არის ის, რომ თვით შენი პიროვნების დაკნინება, ლანძღვა, გინება, ფურთხება და სხვა დანარჩენამდე მიგიყვანა. სულიერ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ურტყამს, რომ შენ არავინ არ ახარ, შენ ახარ არარაობა, შენ არაფერი არ გამოგივა, შენ ვერ შეძლებ ვერაფერს, რომ სანამ აქტიურ ფაზაში გადავა, ნახე, სანამ აქტიურ ფაზაში გადავა და აქტიური ფაზა ის არ არის, რომ იგინები, იფურთხები საკუთარი თავის მიმართ და სხვა დანარჩენი. არამედ ის, რაც შენ შეგემთხვა. აქტიური ფაზის დროს უკვე ნივთების გადაადგილება ფიზიკურად ხედავს ადამიანი თავს ესხმის და სხვა პროცესები მიდის, იმიტომ რომ აქამდე ვერ ბედავს, რომ გამოჩნდეს ვერ ბედავს. იმიტომ რომ ეს რო გააკეთოს ადამიანი ჯერ თავდაჯერება აქვს, ვის გაუბედე უფალი ჩემთან, ამიხვდით ჯერ შინაგანი სტრუქტურით ძლიერია და სანამ შინაგანი სტრუქტურით ადამიანი ძლიერია, მაქამდე ნელი არ იჩენს თავს, დემონი არ იჩენს თავს. იმიტომ რომ ეშინია ადამიანის. ამიტომ ჯერ მორალურად ანადგურებს ადამიანს. ამიტომ შენ ამიტომაც დაგეწყო პირველი ფიქრები ნეგატიური საკუთარ თავზე, რომ პირველ რიგში შენ პიროვნულად განადგურდე, რომ აღარ გქონდეს შეწინააღმდეგების უნარი. ამიტომ პირველი რასაც ურტყამს დემონი არის იწყებს ადამიანის პიროვნულ განადგურებას. მის თავში აკნინებს მას, ჯერ რაღაც შეცდომას დააშვებინებს, მე ამ შეცდომით ათრევს, შე რატო გააკეთე ეს შეცდომა. შეცდომა დემონმა დააშვებინა და მე ამ შეცდომაზე ისევ დემონი აწვალებს და ეუბნება შენ ესეთი გააკეთე, არარაობა ხარ, ის ხარ, ეს ხარ. მოკლედ ეს ყველაფერი არის მიზანგეგმა, დაგეგმილი პროექტირება ადამიანზე, რომლის მიზანი არის ის, რომ ადამიანი ჯერ დაეცეს პიროვნულად. და ეს პიროვნული დაცემა გულისხმობს შინაგან ქაოსს და თავდაცვითი მექანიზმებიც ეცემა მაგ დროს. და უკვე დემონი ხვდება, რომ ამ ადამიანს ხელის გაღების უნარი არ აქვს. ნახე, ხელის გაღება. აი როგორც ქუჩაში იტყვიან, ხო ხვდებით? აი ხელი გაიხო. ხელის გაღების უნარი რომ არ გქონდეს, აქამდე მიყავს ადამიანი. იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი ხელს გაიღებს, ანუ ხელს უკან შეუბრუნებს, მაშინვე ეს დემონი ნადგურდება. სუსტია, მაგრამ მე უკვე ვეღარ ნადგურდება ადამიანი ისეთ გონებრივ მახეშია, რომ არა აქვს ხელის გაღების უნარი ადამიანს, იმიტომ რომ არ იცის ვის ებრძვის, არ იცის როგორ უნდა ებრძოლოს და არ იცის საერთოდ რა ხდება მის თავს. ამიტომ ნებისმიერი შეჭრის დროს ადამიანის ნების გარეშე არც ერთ საფეხურზე შეჭრა არ ხდება. თქვენ უნდა დაინახოთ დემონისა თუ ბნელის, რა არსიც არ უნდა იყოს, მისი სტრატეგია რა არის. როგორ ზემოქმედებს ის თქვენზე, რა პროტოკოლებით მოქმედებს თქვენზე, თქვენს რა სისუსტეებს იყენებს და სხვა მრავალ ეს მექანიზმი უნდა გაუშიფროთ და ყველანაირ ძალას ორ დღეში დაკარგავს, ერთ დღეში იმ წამსვე. დემონი მაშინვე კარგავს ძალას, როგორც კი თქვენ აცნობიერებთ თუ რა ხრიკებით მიგიყვანათ ნეგატიურ მდგომარეობამდე. როგორც კი ამ ხრიკებს მექანიზმებს აცნობიერებთ, მაშინვე აცნობიერებთ რა ხდება და ის კარგავს ძალას. ამიტომ ნებისმიერი შეპყრობილი ადამიანის მთავარი მიზანგეგმა არის ის, რომ გააცნობიეროს რასთან აქვს საქმე, რა ინფორმაციულ მახესთან აქვს საქმე, რაშიც ის ჩასვეს, რაშიც გონია რომ ის არის. ამბობ ეს რაღაცას, რომ ბალიშო თავს ვადებო და ამაზე ტირი და უყვირი და ვღავი ვარო საათობითო. გასაგებია ის, რომ მშვიდში უნდა იყო, ნეგატიური ფიქრები უნდა გაუშვო, ფიქრების კონტროლის ვიდეო დევს გამთლიანებაზე და გამოიყენე ნეგატიური ფიქრების მიმართ, სიტყვების კონტროლი უნდა დაიწყო, ფიქრების კონტროლი უნდა დაიწყო და მშვიდი მოიპოვო. მაგრამ ეხლა რა უნდა ქნა მშვიდთან ერთად? მშვიდთან ერთად შენ ეს ბალიში, რომელსაც თავს ადებ და ყვირი ხარ, ეს ბალიში არის ჩათვალე ტოქსიკური შხამი. ეს ბალიში დასხივებულია ტოქსიკური ენერგიით. შესაბამისად ეს ბალიში უნდა მოიშორო. ლეიბი ყველაფერი უნდა შეცვალო საერთოდ, იმიტომ რომ შენი ამ ნაგვემარი და ნატირალი და ნასტრესალი და დაბალ ვიბრაციული ფიქრების შედეგად დაინფიცირებულია ის ადგილი, სადაც წევხარ. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, შენი გარემოს სივრცე გაასუფთავო მაქსიმალურად. ადამიანის პიროვნული განადგურების შემდეგ, როდესაც უკვე ადამიანი თვითგვემაში საკმარის აჩქარებას მოახერხებს ბნელის დახმარებით, შემდეგი ეტაპი არის იზოლაცია. ბნელი ცდილობს ჩამოაშოროს ყველა ის ადამიანი, რომელიც მას აძლიერებს. ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენ გვაძლიერებენ თავისი ენერგოკავშირით, რომლითაც ჩვენთან არიან დაკავშირებული სიყვარულით. ჩვენ მას ვაძლიერებთ ჩვენი სიყვარულით. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დამცველობითი ფარები. რაც უფრო ბევრ ადამიანს
უყვარხარ და რაც უფრო ბევრი ადამიანი გიყვარს, მით უფრო თქვენ გაერთიანებული სიყვარულის წრე ხართ. ამიტომ ბნელი ცდილობს ამ სიყვარულის წრიდან გამოიყვანოს ადამიანი, ჩამოაშოროს იმ წერტილებს, რომელიც კონკრეტულ ადამიანს აძლიერებს, იცავს. გესმით? ამიტომ ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს. ადამიანს უჩნდება მარტოყოფნის სურვილი, ფიქრებში მოდის რომ არავის არ ესმის მისი, ცდილობს თუ შეყვარებული ყავს ჩამოაშოროს, ოჯახის წევრებს ჩამოაშოროს, განდეგილად ამყოფოს რომ მოიქციოს ხაფანგში და ვერავინ ვერ დაეხმაროს აზრში, გონში და ვერც ფიზიკურად. ყველანაირად ცდილობს რომ იზოლაციაში მოაქციოს, რომ თავისთვის მოიქუჩუჩოს, თავისთვის მოიმწყდიოს, რომ შემდეგ უკვე დანარჩენი პროგრამები განახორციელოს, რაც გეგმაში აქვს. იმისთვის რომ ჩამოშორდეთ თქვენ საყვარელ ადამიანს, თქვენში იწვევს დემონი ცრუ ფიქრებს. იმ ადამიანმა ცუდად მოგექცა, დედამ ვერ გაგიგო, მამამ ვერ გაგიგო, ესეთი უნდა ყოფილიყო, მოთხოვნის და აი ამ უკმაყოფილების სურვილს აძლიერებს დემონი იმისთვის რომ ჩამოაშოროს ადამიანს. ადამიანში აქტიურებს ისეთ აზრებს გარედან აწვდის ჰიპოფიზზე თავში. აზრებს ისე რომ ამ ადამიანს უკვე ყველაფერი ლოგიკურად ეჩვენება, იმიტომ რომ უკვე მართვის ქვეშ არის. აღარ აქვს ხმის ამოღების საშუალებას, აღარ არის პიროვნება, თვითგვემაშია, რასაც ისმენს, იმას აკეთებს და ექვემდებარება. იმიტომ რომ უსმენს თავში ბნელ აზრებს. ვეღარ არჩევს. რეალობა რა არის, ცრუ რა არის, ვინ ექცევა კარგად, ვინ ექცევა ცუდად, ის მხოლოდ იმ აზრებს იღებს თავში, რასაც დემონი ეუბნება. მას უსმენს. იმიტომ რომ თავისი გონია, მოდით დავიწყოთ აქედან რომ კონკრეტულად ადამიანს, რომელსაც შეხება არ ქონია მსგავს ენერგეტიკულ არსებთან, ყველა მისი მდგომარეობა თავისი გონია. ყველა მისი ფიქრი თავისი გონია. ყველა მისი ბრაზი ოჯახის წევრზე იქნება ეს თუ სხვა რამეზე თავისი გონია. ყველაფერი რაც ნეგატიური ხდება, გონია თავის. ეს არის უპირველესი პრობლემა. იმიტომ რომ არ იცის რასთან აქვს საქმე, ვის საერთოდ რამესთან აქვს თუ არა საქმე, ის არ იცის. უბრალოდ მიაჩნია რომ ამ მდგომარეობაშია თავად. ამბობ ეს რაღაცას რომ სანამ დეპრესია და ცუდი ფიქრები დამეწყებოდაო, ყოველთვისო სიკეთეებს გავცემდიო, ადამიანებს ვეხმარებოდიო. ბოლოს უკვე შემეცვალა აზრიო რომ ადამიანების დახმარებაო მას უსტებსო. როდესაც ესეთ მდგომარეობაში ხარ, შენს ყველა შეხედულებას ფიქრს უნდა გადახედო და უნდა დაფიქრდე შენია თუ არა. ყველას მთლიანად. რაღაცა რო გეუბნება სხვისი დახმარება გასუსტებსო, ის შენ გატყუებს. რადგან შენ რომ იმ ადამიანებს ეხმარებოდი ვიღაცეებს, შენ ამაში გამოიმუშავებდი ძალას, თავდაცვას, დაცვას, სამყაროდან, ზრუნველობას, როგორ ტექნოლოგიით გექცევა, დააკვირდი. ჯერ თვითგვემა დაგაწყებია, რამაც დაგასუსტა პიროვნულად და შეწინააღმდეგების, ხელის გაღების საშუალება აღარ მოგეცა. შემდეგ ჩამოგაშორა ოჯახის წევრებს. შემდეგ ჩამოგაშორა იმ სიკეთეს, რომელსაც გასცემდი და რომლიდანაც ღვთიურ ენერგიებს იღებდი, ღვთიურ დაცვას იღებდი. ნახე როგორი მეთოდურობით იქცევა. აქ არის მიზანმიმართული, დაპროექტებული მექანიზმი, კონკრეტულად შენთვის, რომელიც კონკრეტულად შენზე მუშაობს. ამბობ ეს რაღაცას რომ მთლიანადო ახლართული ვარ აზრებშიო, საერთოდ ვეღარ გავიგე, საიდან დავიწყო, რა ვქნა, სად ვარ, რა ხდება. ახლართული ხარ, იმიტომ რომ ის რა აზრებსაც უსმინე, ყველა არის ცრუ და ამ ყველაფრის გაშიფრვას რომ ვცდილობ, შენი ტვინი აგდებს ერორს. ტვინი იხლართება, იმიტომ რომ პასუხები არ აქვს იმას, რაც შენს ირგვლივ ხდება. მაგალითად, გაუბრაზდი დედას აღარ ელაპარაკები და ვცდილობ მოძებნო ლოგიკური პასუხი რატომ ხდა ესე. და შენ ამის პასუხს ვერ პოულობ, იმიტომ რომ ამას პასუხი არ აქვს. ის რაც მოგივიდა თავში აზრები ცრუა და პასუხი არ აქვს სუფთა. მიხვდი მე მიადექი მეორე მდგომარეობას ვერ ახსენი რატომ მოხდა. მიადექი მესამე მდგომარეობას ვერ ახსენი რატომ მოხდა და აიხლართე. იმიტომ აიხლართე რომ იმ მოვლენას რაც შენ თავს ეხლა ხდება, არც ერთს არ აქვს სწორი პასუხი. იმიტომ რომ ყველაფერი ის ნეგატიური აზრები, ფიქრები და შეხედულებები არის ცრუ და ამის გამო ტვინი იხლართება. საკუთარ სიცრუეში, რა სიცრუეებიც შეუშვა ადამიანმა თავისი ნებით დემონის მიერ მიწოდებული აზრების შედეგად. ეხლა ორიოდე სიტყვით გავიაროთ რა არის დემონი, რა არის ეს დაბალი არსები. არ განვიხილავ რაღაც საბაზისო ცოდნებს, რომელსაც ინტერნეტში წაიკითხავ, მნიშვნელოვან თემებს გავაშხილებ. ნებისმიერ დემონს და ნებისმიერ დაბალ არსს აქვს წვდომა მომავლის გარკვეულ კვანძებზე ადამიანთან მიმართებაში. რადგან ის ასტრალური არსია, სხვა განზომილების არსია. ნახეთ, იცით როგორ რაღაცას გავს ასტრალური განზომილება? ასტრალურ განზომილებაში მომავლის კვანძები ჩანს ადამიანის შესახებ,
მოვლენების შესახებ და სხვა მოვლენების შესახებ დედამიწაზე. რატომ იცით? დედამიწა და ასტრალი გავს როგორ მდგომარეობას, იცით, დროსთან მიმართებაში? წარმოიდგინეთ, ელვა დაინახეთ შორს, მთის იქეთ და რამდენიმე წამის შემდეგ გესმით უკვე ხმა, ჯერ მოვიდა შუქი და შემდეგ მოვიდა ხმა, რადგან შუქი ხმაზე სწრაფია. დროსთან მიმართებაში დრო ასტრალსა და დედამიწას შორის ხან წინ არის, ხან უკან. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა წერტილიდან უყურებ მოვლენას. თქვენ გონიათ შავი მაგები და ეს მკითხავები, რომ ინტერნეტით მკითხაობენ და მომავლის რაღაც კვანძებს აჟღერებენ, თავად ხედავენ ამას? არა, დემონების შიკრიკები არიან და დემონები იცით როგორ ხედავენ მომავლის გარკვეულ კვანძებს? როგორც არაფერი, ასტრალში არაფერია მომავლის დანახვა დედამიწასთან მიმართებაში, იმიტომ რომ როდესაც დედამიწაზე რაღაც მოვლენა ხდება, ასტრალში წინასწარ ჩანს როგორც გრუხუნამდე ნათება. ასტრალი რაღაც კუთხით უკან არის დროით და რაღაც კუთხით წინ გააჩნია როგორი პოზიციით შეხედავ დედამიწას ასტრალიდან. შესაბამისად, ეხლა სად მივდივარ? ეს დემონი და ეს დაბალი არსები არიან ასტრალური არსები. ნებისმიერ ადამიანს აქვს მომავლის კვანძები გაწერილი, მაგრამ მომავალს თავად ადამიანი წყვეტს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს. ნახეთ, ადამიანის მომავალი გაწერილია როგორც სცენარი, მაგრამ ამ სცენარს ადამიანი შეასრულებს თუ არა და რომელ სცენარს შეასრულებს ადამიანი, ბნელის სცენარს თუ უფლის მიერ დაწერილ სცენარს, რომლითაც მოვიდა აქ, ეს უკვე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. ეხლა ეს რო დაგისაბუთოთ, ნამდვილად სიმართლეს ვამბობ თუ არა, აგიხსნით. კვანტური ფიზიკის ბოლო კვლევების მიხედვით ფოტონი, შუქი, მოძრაობს როგორც წინ დროში, ისე უკან, სუპერპოზიციაშია. დროში მოგზაურობა შესაძლებელია ჩვეულებრივად უკვე კვანტური ფიზიკის ბოლო აღმოჩენების შედეგად, მაგრამ იმ მექანიზმის აგება, რითაც შეიძლება დროში იმოგზაურო, ჯერ არ არის, მაგრამ დასაბუთდა, რომ დროში შეიძლება მოგზაურობა. რისი თქმა მინდა ამით? ბნელები და დაბალი არსები ნამდვილად ხედავენ, სანამ რაღაც დედამიწაზე მოხდება. და სად მივდივარ ეხლა? ეს კვანძი ადამიანთან მომავალში გაწერილი როა საფეხურება, დემონმა იცის ჩვენ სად რას გავაკეთებთ მონახაზი და სწორედ იმ კუთხეში, სადაც უნდა მოუხვიოთ და გადაუხვიოთ, ხვდება ადამიანს და ფიქრებით მიყავს იქ, სადაც თავად სურს. შესაბამისად, მას შეუძლია წინ დახვდეს ადამიანს და კვანტი დაუდოს. თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ამ კვანტის, ანუ თუ ადამიანი სტრესებს უსმენს, ფიქრებს უსმენს, ნეგატიურ მოქმედებებს გააკეთებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, დემონს შეუძლია წინასწარ დაუგოს ხაფანგი ადამიანს, მაგრამ ადამიანზეა უკვე დამოკიდებული ამ ხაფანგში გაებმება თუ არა. გესმით? დემონს ძალაუფლება იმაზე კი არა აქვს, რომ ადამიანს გააკეთებინოს რამე ნების წინააღმდეგ, არამედ ხაფანგს უდებს და გარკვეულ მდგომარეობამდე მიყავს. ამბობ ეს დრამის, რომ სანამ ეს ყველაფერი დამეწყებოდაო, გარკვეული პერიოდიო გრძნობდიო სხეულში როგორ მოძრაობდაო ენერგიებიო. თითქოსო მთელ სხეულში ენერგია დადისო ძაბვის სახითო და აღვიქვამო როგორც დემონური არისო და ეს ყველაფერი სატანური გონიაო. სინამდვილეში ის შერასაც აღწერ, ეს არ არის სატანური, არამედ ეს არის შენი ნიჭი ენერგიის მართვის. ენერგიის მართვის ნიჭი გაქვს. ისე რომ არც გივარჯიშია ამას. დემონი რას გეუბნება, გაშინებ. ეს ძალები, რასაც შენ შიგნით გრძნობს, შენი არ არის, დემონურია, გეშინოდეს ამის, დაანები ამას თავი. იმიტომ რომ ეს ძალები რო გააღვიძო, მას გააძევებ. მთლიანი მისი სტრუქტურა, რასაც ალაგებს, ყველაფერში არის გონებრივი მექანიზმი ჩადებული იმისთვის, რომ დააქცეს, გაგანადგუროს, გაგაჩეროს, დაგაპაუზოს, რომ შემდეგ შენზე იმოქმედოს. შენს უმეცრებას კონკრეტულ სიტუაციაზე იყენებს იმისთვის, რომ შენს წინააღმდეგ მოატრიალოს. შენ ღვთიურ ძალაზე გეუბნება, რომ დემონურია და გეშინოდესო. რაც აბსურდია. ყველა მიცის ეს, რომ სხეულის ენერგია, ბიოველები, ეს არის ბუნებრივი პროცესი. უბრალოდ ზოგი ამაზე ვარჯიშობს და ზოგს ბუნებრივად აქვს ამის ნიჭი. ბუნებრივად აქვს. არ უვარჯიშია, ნიჭია, ძალა აქვს. ხო და სწორედ ამას ვამბობდი, რომ ძალა რომ გაქვს, მაგიტომ გერჩის. ძალა რომ არ გქონდეს, საერთოდ არ გაგეკარებოდა. როდესაც შიგნით ამ ენერგიას ვთრგუნავდიო, სხეულის კანკალი მეწყებოდა, მეშინოდა ამ ენერგიისო, ის ენერგია, რომელიც ღვთისგან მოცემული გაქვს, შენ მას შენში შიგნით თრგუნავდი. და შიგნით რომ თრგუნავდი, ეს ენერგია იწყებდა დაგროვებას შენში შიგნით. თან შენ ამ ენერგიას აქცევდი ბნელ ენერგიად, იმიტომ რომ შენს ენერგიას რა მნიშვნელობასაც მიანიჭებ, იმ მნიშვნელობაში კონვენტაციას გაუკეთებ. იქიდან გამომდინარე, რომ შენ ეს ენერგია დემონის გეგონა, აქციე შავ ენერგიად შენს შიგნით. ნახე რა დაგიპროექტა. მოგივიდა აზრი, რომ ეს ენერგია, რასაც შიგნით გძნობ ბიოველები სატანის არის გეგონა, არ იცოდი. გადააქციე ეს ბიოველი შავ ენერგია
ენერგიად, გინდოდა თუ არ გინდოდა და უკვე რო დაგროვდა წნევა წარმოიქმნა შიგნით შენ სხეულში ენერგო და მერე უკვე კანკალის სახით გამოდიოდა გარეთ და თლიან შენ შიდა სტრუქტურას ანგრევდა შენივე ძალა შენი შიდა სხეულებრივი და გონებრივი ენერგო სტრუქტურის დანგრევას იწყებდა და ეს ყველაფერი საიდან წამოვიდა იქიდან რომ თავში მოგივიდა აზრი რომ ბიოველები სხეულში რასაც გძნობ რაც ღვთისგან არის მოცემული რაც შენია ამაზე დაგაჯერა რომ ცუდია და ამ ერთმა აზრის დაჯერებამ გამოიწვია მთლიანი შიდა სხეულის მდგომარეობის ნეგატიური კასკადი კანკალი დაგეწყო ფსიქიკას დაარტყა იმიტომ რომ ახლა ამ ხელა ენერგია რო ჩატვირთო და არ გამოუშვა გარეთ და თან ნეგატივად გადააქციო შენ სხეულში შენ თავად შენივე ენერგია აიღე ცალკეულად და დაარტყი დანარჩენ ცოცხალ ენერგიას ერთმა აზრმა მთლიანი შენი სტრუქტურა არია ყველაფერი მოდის აზრიდან ამიტომ ესმის ჯერ არის აზრი და შემდეგ არის რეალობა რაც გექმნება შენ სხეულში ბიოქიმიაში რეალობაში და სხვა დანარჩენში ამიტომ ადამიანს შეპყრობის დროს კანკალი და მსგავსი რაღაცეები რაც ემართება დემონის ენერგია კი არ არის ეს არამედ ეს არის ის პროგრამების შედეგი რა პროგრამასაც ადამიანის აზრში დებს და რომელი აზრიც შემდეგ დებს ფიზიკურ შედეგს მარტივად რომ გითხრათ თუ რამე ადამიანს ემართება დემონის შეპყრობის დროს ფიზიკურ მატერიაში თავად ადამიანი აკეთებს ოღონდ ბნელი უპროექტებს ამას ბნელის ძალა კი არ არის ეს არამედ ადამიანის ძალა უბრალოდ ისე იყენებს ადამიანის ძალას ადამიანის ნების დაშვებით და ადამიანის გაცურებით მოტყუებით რომ ადამიანი თავად აკეთებს ამას დააკვირდი თითეული მისი კვანძი რაც დაგიდო ყველაფერი მიმართულია და ყველაფერში დევს ინტელექტი მე ამბობ ეს რაღაცას რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს რომ ხდებოდაო ვერავის ვერ ველაპარაკებოდი მცხვენოდაო რა არის სასირცხილო იმაში რომ შობერს ოჯახის წევრს ან ვინმეს მოუყვე ის რაც შენ თავს ხდება მაგრამ მას არ სურს რომ შენ ეს ვინმეს მოუყვე დაგამორცხვა რომ გიჯად ჩაგთვლიან არ ელაპარაკო ამაზე არავის არ თქვა ამაზე არაფერი იმიტომ რომ შენ რომ ამას ვინმეს მოუყვები ვიღაც გამოჩნდება გირჩევს იქ წადი ლოცვები ჩაიტარე ვიღაცამ შეიძლება ჩემთან გამოგიშვას მიხვდი ვიღაცა დაგეხმარება იცის მან ამიტომ შენში წარმოქმნის ფიქრებს რომ არავის არ დაელაპარაკო ვერ გაგიგებენ მაინც გიჟად ჩაგთვლიან და ეს პროგრამებია ყველაფერი რაც გესმის მაგ დროს თავში ნეგატიური არის შენს წინააღმდეგ მომართული და არა შენს სასარგებლოდ შენ რომ შენს ამ სიმპტომებს მალავ მერე ეს სიმპტომები გამოვლინდება მძიმედ ეს სიმპტომები არ დაიმალება მაგრამ მერე უკვე ეს სიმპტომები შენი ოჯახის წევრებისთვის შენი შეყვარებულისთვის იქნება როგორც ფსიქიურად შეშლილი ადამიანის მდგომარეობა რატო იმიტომ რომ შენ სანამ ამ ნევროზულ მდგომარეობამდე მიხვიდოდი მაქამდე გაიარე გზა მაგრამ ეს გზა არ უნახავს შენს ოჯახის წევრებს შენს შეყვარებულს რადგან მალავთ და უცებ აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი არასტაბილურ მდგომარეობაში და უკვირს ირგვლივ მყოფებს ეს რა დაემართა რაღაცა დაუცურდა თავში კი არ დაუცურდა ამ ადამიანს რა არამედ ამ ადამიანს ნენელა უგროვდებოდა ეს რაღაცეები სტრესები ისინი უბრალოდ დემონის საშუალებას არ აძლევდა რომ ვინმეს დალაპარაკებოდა იცის დემონმა რომ საბოლოოდ გამოვარდება გამოვლინდება ადამიანში ეს მდგომარეობა რომ გაიხიზნება მარტო არავის არ ელაპარაკება აღარც ადგომა უნდა საწოლიდან არაფრის კეთება აღარ უნდა ცუდად არის და უკვე ოჯახის წევრი ხედავს თავის ოჯახის წევრს მძიმე მდგომარეობაში და ვერ ხვდება და ფიქრობს რომ გაგიჟდა ადამიანი თავარი რასაც აკეთებს ყველა დემონის დაბალი არსი არავის არ დაელაპარაკო ამაზეო არავის არ დაელაპარაკო ეს არის მაგათი თავარი პროგრამა ერთ-ერთი რომ არ აწყობთ ეს არ ჭირდება გვიან მაინც ვლინდება და გვიან უკვე გიჟად ჩანს ადამიანი იმიტომ რომ არ ჩანს რა გაიარა ამიტომაც ცდილობს ბნელი იზოლაციაში მოაქციოს და ელიქით უნდა მოიქცე ამ დროს შენი ოჯახის წევრებთან ძალიან ახლოს უნდა იყო შენ შეყვარებულთან ძალიან ახლოს უნდა იყო ყველას და ყველაფერს უნდა დაელაპარაკო და უნდა იპოვო გზა იმიტომ რომ ეს არის შენი გამოსავალი აქედან არის შენი ამ პრობლემიდან გამოსვლის გზა იმიტომ რომ წინ ისეთი რაღაც ელოდება მაგ დროს ადამიანს თუ არ გასუფთავდა და შემდეგ რომ მაინც ვლინდება ბოლოს და ბოლოს უკვე აღარ დაგიჯერებენ ეხლა ნახოთ კიდევ რეები დაგილაგა მოვისმენ ამ ყველაფრის შემდეგო ამბობ რომ მეტროში ვიყავიო და ჩემს ნეგატიურ ფიქრებში ამ ყველაფერში ვიყავიო და უცებო ხედაო თვალებითო პირდაპირო შავი ღრუბელივით ადამიანის სილუეტი ჰქონდაო და ამანო ისე დამძაფრა და ისე შემეშინდაო რომ ცხოვრებაში მსგავსი რაღაც არ მინახავსო და უცებო გამოექანა ჩემთანო ხელი პირზე ამაფარაო და გაგუდვა დამიწყო როგორც ფილმებში ხდება ისეთი რაღაც მოხდა უხილავი რაღაც რო ადამიანს თავს ესხმის და ადამიანი ხელს რო იფარებს პირზე ხელზე რო გათავისუფლება უნდა იგუდება და ხალხი რა თქმა უნდა ამას ვერ ხედავდაო და მე ჩემთვისაც ეს იმდენად
პირველი და იმდენად წარმოუდგენელი რაღაც იყო, ესეთი რაღაც თუ ხდებოდა ცხოვრებაში და თუ მოხდებოდა არც მეგონაო და მოკლედ ბევრი დეტალებში რო არ შევიდე, ამბობ ეს რაღაცას რომ ხაერის უკმარისობით გავითიშეო. შენ კიდე აღწერო უდიდეს შიშს გზნობდიო, იმიტომ რომ ის შენ თავს კი არ გესხმის უბრალოდ, კი არ გუდავს დემონი ან რაღაც ისიც კი არ აკეთებს. ის ესვრის ადამიანს ენერგეტიკულ სტრესის მდგომარეობას. დემონი ადამიანს ესვრის ემოციურ მდგომარეობას. დიდ შიშს ეს არის მისი თავდასხმის ერთ-ერთი მექანიზმი, იმიტომ რომ ადამიანი რომ შვიდში იყოს და არ ეშინოდეს მისი, არანაირ თავდასხმას ის არ იზამს, იმიტომ რომ ადამიანს თუ ჩაერთო ხელის გაღების ფუნქცია, თავდაცვის და იქეთ თავდასხმის ფუნქცია, გაანადგურებს მას. მიხვდით რაშია საქმე? თავს რო დამესხაო, გავითიშეო და გადამიყვანეს ფსიქიატრიულში. ფსიქიატრიულში წაგიყვანეს, რომ ხო ყველაფერი ნორმალურა და აგამ ადამიანს რო ეს რაღაც მოხდა. რატო გადაგიყვანეს ფსიქიატრიულში და რატო დაგესხა თავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ხო შეიძლებოდა თავს დაგსხმოდა სადმე სახლში მყუდროდ რო იყავი შენთვის ან ვინმე რომ არ გხედავდა? რატო მაინც და მაინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ეს ყველაფერი დალაგებული და წინასწარ განსაზღვრულია სად უნდა დაგესხას თავს, რომ შენ შემდეგ მოგათავსონ ფსიქიატრიულში. ეხა ვიღაცა იფიქრებს რას ისურველია, მაგრამ ეხა მეორე მაგალითს მოგიყვანთ. სხვა ადამიანს რაც გადახდა თავს. ეს ნიუ-იორკში მოხდა. რეპერი პიპიდი როა მაგასთან დაკავშირებით მოხდა. მაგ ისტორიას მე დავდებ. ერთ-ერთი შოუ ბიზნესის წარმომადგენელია, რომელიც პიპიდისთან იყო კავშირში. აღმოჩნდა ისე, რომ დიდ თანხას თავაზობდნენ უკვე და რიტუალში უნდა მიიღო მონაწილეობა და გაგიჟდა ეს მორწმუნეა. სანამ არ შესთავაზეს кейსი ფულით და სხვერპშეწირვა და უკვე გაწევრიანება, მაგამდე ვერ მიხვდა და მოკლედ თელი თემები იყო. მაგას მე დავდებ პიპიდის თემებს და მოკლედ ამას გადახდა ესეთ თემა, რომ ეს ვარი რო უთხრა უკვე თავდასხმები დაეწყო. და თავდასხმები რო დაეწყო, ეს უმკლავდებოდა ძლიერი ადამიანია, მაგრამ ზუსტად შენ რაც აღწერე, იგივენაირად დაესხა დემონი თავს, იგივენაირად, იგივე შავი სილუეტი ქონდაო, რუბელივით იყო, შავიო, გამოექანა ჩემთან და ჩემი გაგუდვა უნდოდაო. საზოგადოებაში დაესხა თავს. მაგრამ ეს გაწონასწორებული ადამიანი არის და გამოცდილება აქვს ამ ყველაფერთან მიმართებაში და თავი შეიკავა და როგორღაც გამოძვრა. მასაც თავს დაესხნენ, ოღონდ ნიუ-იორკში. ერთი და იგივე პატერნები აქვთ. ერთი და იგივე საბაზისო ქმედებები აქვთ, თუმცა ასევე დამატებით ინდივიდუალურიც. იგივენაირად დაესხა მეორე ადამიანს თავს, როგორც შენ დაგესხა თავს. ამას წიგნებში ვერ წაიკითხავ, მე რასაც ვლაპარაკობ. ეს ამოდის პრაქტიკიდან. ეს პროცესები არის საბაზისო. ბევრი ადამიანის თავს ხდება ერთი და იგივე პროცესები. დემონთან იქნება თუ სხვა. ამ ხრიგს იმისთვის აკეთებს დემონი საჯაროდ, იმიტომ ესხმის, რომ არავინ არ დაგიჯეროს, რასაც ამბობ. ეხლა რა სჭირდება ადამიანი ფსიქიატრიულში? უმეტეს შემთხვევაში ეხლა შენ გამოგიშვეს იმავე დღეს, რადგან მიხვდნენ, რომ ფსიქიური პრობლემა არ გქონდა, მაგრამ ვიღაცეებს დატოვებენ, თუ უფრო ღრმად არის და დაბმული ადამიანი. უკვე კონტროლი აქვს აბსოლუტურად, აღარავინ აღარ გელაპარაკება, აღარავის აღარ აქვს შენთან კონტაქტი, აღარავინ აღარ გისმენს, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ შენ სიმართლეს ამბობ, მორჩა, მოგედო, იარლიყი ფსიქიურად არასტაბილური ადამიანის. და ეს უკვე პასუხი არავინ აღარ დაგიჯერებს, ისედაც არ ჯერა ხალხს, გახედე ხალხს. ხალხს სასწაულები უხდება ცხვირწინ და მესამე დღეს აღარ ახსოვს და აღარ ჯერავს, იმიტომ რომ გამუდმებით ხდება მათი ცნობიერის წაშლა და ახალი ცნობიერის ჩანაცვლება. ეხლა ვიღაცა დაფიქრდება და იტყვის რა, იცი რა, ალბათ ფსიქიური პრობლემები აქვს ამ ადამიანს, მე ვიზეთ საუბრობ და ალბათ რაღაცა ხდება. მოდი იცი რას გეტყვით? რეალურად რო შეხედო შავ სილუეტს და რეალურად რო დაგესხას თავს, შენ შეიძლება 9-მთა გადადგა ყვირილით. როდესაც ისეთ რაღაცას ხედავ, რაც ცხოვრებაში არ გინახავს, რისი არსებობის შესახებაც არც გჯეროდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანამ ადამიანი საკუთარ თავზე არ გამოცდის ამას, მაგამდე ვერ გაიგებს ავტორს რა დაემართა. ყველაფერთან ერთად შენ ხო ამ კადრს შეესწარი, უკვე შენ კითხვები გაგიჩნდა, რომ ეს შენი ფანტაზიის წარმოდგენა კი არ არის, რაღაცა ისეთი რეალური ხდება, რომ შეუძლებელი იყოს ეს ფანტაზია იყოს, მაგრამ როგორც კი ფსიქიატრიულში ხვდები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები გაძლევენ დამღას, რომ ეს ხარ შენ და შენც უკვე ეჭვი გეპარება, იმიტომ რომ შენ უნდა შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ მართლა ფსიქიური პრობლემა გაქვს. ამაში უნდა დარწმუნდე, რომ აღარ ებრძოლო მას, იმიტომ რომ შენ რო დარწმუნდე იმ მარტივ ამრავლში, რაც შენ თავს მოხვდა, შენ ლოცვებს დაიწყებ, უკვე იცი რასთან გაქვს საქმე. მაგრამ ფსიქიატრიულში რომ მიდიხარ, პირველი რა ხდება პასუხი? ვინმე გეუბნება, ენერგია ხო არ დაგეცა, რამე დემონი ხო, არავინ არ გეტყვი. პირდაპირ დასკვნით გადიხარი. გეუბნება, რომ ფსიქიური პრობლემა გაქვს. რეალურად მართ არც ამბობს. იმ მომენტში ფსიქიური პრობლემა გაქვს, მაგრამ მიზეზი ფსიქიური პრობლემა არ არის. ნებისმიერს დავმართებ ფსიქიურ პრობლემას, რო გავაგიჟო და რო ავახელვო, ხო? მარტივია. მიზეზს არ ეძებს.
წყაროს არავინ არ ეუბნება და ამ დასკვნას რო გეუბნება შენც უკვე უი რაღაც მე მჭირს ესე იგი და აღარც ლოცვებს იწყებ არ ებრძვი კონკრეტული ვაქცინით აღარ ებრძვი აქედან გამომდინარე სისტემაც ვერ გეხმარება დემონმა ეს ყველაფერი იცის იქ რომ მოხდები იქ გეტყვიან რომ ფსიქიური პრობლემა გაქვს მე შენ შეგეპარება შენს ფიქრებში ეჭირო რასთან გაქვს საქმე და ჩათვლი რომ ფსიქიური პრობლემა გაქვს და არც ლოცვებით შეებრძოლები ამას არც სხვა რამით სისუფთავით და არაფრით უბრალოდ ჩათვლი რომ ეს ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ შიზოფრენია გაქვს მაგრამ ეს არ არის სწორი იმიტომ რომ შიზოფრენია ვისაც აქვს ის გამუდმებით ხედავს რაღაცეებს მაგრამ შენ რაც გჭირს და რაც მოხდა შენს თავს ეს საერთოდ არის შიზოფრენია ერთჯერადად ორჯერადად ასეთი რაღაცეები რო ხდება ვიზუალური თავდასხმები და ის პროცესები რაც შენ გაიარე ეს არ არის შიზოფრენია ეს არის რეალობა ესეთი რაღაცეები გამუდმებით ხდება ადამიანების თავს უბრალოდ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ყველა ჩუმადა ეხლა ამაზე ვისთან უნდა ილაპარაკო გახედე ხალხში რა ხდება არავინ არ დაგიჯერებს და ყველა განურჩევლად გულის სიღრმეში იფიქრებს რომ ვერ ხარ კარგად ამიტომ არავინ არ ლაპარაკობს ხალხს ეს რეგულარულად ემართებათ უბრალოდ არავინ არ ლაპარაკობს ამაზე მე რო ფსიქიატრიაში რო ვიყავიო ის ერთი დღეო ვუხსნიდიო ყველასო ჩემებსაც რომ მოვიდნენ ექიმებსაცო და ამაზეო ცალკე ვგვემავო რომ როგორ ვერ დავამტკიცე რომ რაც შემემთხვა რატო არავინ არ დამიჯერა შემეძლო უფრო უკეთესად მეთქვა იქნებ დაეჯერე სულ რომ დამდგარიყავი თავდაყირა და გეფრინა არავინ არ დაგიჯერებდა ამიტომ ის დემონი ახლა რაში გაწვალებს დემონი ბნელი და ყველა დაბალი არსი ქმნის რაღაც ცუდ მოქმედებას რაღაც ნეგატიურს თავად ქმნის კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მე ამაზე ანერვიულებს ადამიანს რომ როგორ ვერ შეძელი შენ შეგეძლო უკეთესად მოქცეულიყავ შეგენერჩუნებია სიმშვიდე რა სიმშვიდე უნდა შეგენარჩუნებია მასეთი რაღაც რო გესხვის თავს პირველად ხედავ ეს რაღაცა ცხოვრებაში და არიცი რა ხდება საერთოდ და ემოციები და ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანი ისე რეაგირდებოდა როგორც შენ მაგრამ გატყუებს ის ყველანაირად ცდილობს გამოგწუროს ყველა მხრიდან ჯერ ცუდ მოქმედებას აკეთებს შენს თავს და შემდეგ სირცხვილის გზნობას იწვევს რატო არ ქენი ესე რატო ქენი ესე უნდა გექნა და ასე შემდეგ ამბობ ეს რაღაცას რომ ამის შემდეგო ერექციის პრობლემა დამეწყო და ამანო საერთოდ გამანადგურაო შეყვარებულთან განსაკუთრებით ჩამომიშალა მთლიანი სტრუქტურაო რა არის ასირცხვილო რომ ერექციის პრობლემა გაქვს ერექციის პრობლემა შენ არ გაქვს აქედან გამომდინარე სასირცხვილოც არაფერი გაქვს მაშინ მეკითხები ერექციის პრობლემა რომ აქვსო კი გაქვს ერექციის პრობლემა მაგრამ ერექციის პრობლემა არ გაქვს ხო რაშია მაშინ საქმე ფაქტი ერექციის პრობლემა დაგეწყო ფაქტი ის არის რომ შენი მდგომარეობა ისეთი არის რომ საერთოდ სექსი არც უნდა გქონდეს და არც უნდა იფიქრო მაგაზე ეგ იგივე არის სარბოლოო ველზე გავიდეს მორბენალი მოტეხილი ფეხით და ცადოს სირბილი ეს ხო აბსურდია რა სექსი ისეთ მდგომარეობაში ხარ სექსი კი არა ფეხზე როგორ დგახარ კიდე მაგარია მასლოუს საფეხურები რო ავიღოთ ჯერ არის უსაფრთხოება მერეა ის მერეა სექსი არის მერე მიხვდი და შენ მერემდე კი არა აქ გაქვს ჯერ ისეთი პრობლემები რომ რა სექსი ამიტომ რასაც მე გეუბნება ამის ნაცვლად რას გეუბნება რომ ერექციის პრობლემა გაქვს კაცი აღარ ხარ აღარაფერი აღარ გეშველება დამიჯერე რა ერექციის პრობლემა არ გაქვს ავტომატურად დაბრუნდება უკან ჩვეულებრივად და ეს შენი დანაშაული რაღაც კაცურობასთან ამას კავშირი არ აქვს უბრალოდ ამ ფაქტის წინაშე დგახარ მისი მთავარი მიზანი აქ ის არ არის რომ შენ ამაზე იგვემო რომ ერექცია არ გაქვს მისი მთავარი მიზანი არის რომ შეყვარებულს დაგაშოროს იმიტომ რომ შეყვარებული სიყვარული იმ სხივს უშვებს შენში რომელიცაც ეჭიდები რომელიც ძალას გაძლევს რომელიც გაძლიერებს მიხვდი რომ ეს სხივიც მოგშორდეს რა თქმა უნდა ერექციის პრობლემასთან კავშირი აქვს კონკრეტულად მაგ დემოს იმიტომ შენ რომ ის აზრებს უსმენდი ის უკვე შენს ბიოქიმიას აკონტროლებს უკვე აქედან ბიოქიმიას ჩაკრებიდან აკონტროლებს მოდი ესე გეტყვეცდები დეტალურად დაგიხსნა მაგრამ ხმად ვერ შევალ იმიტომ რომ გრძელი თემაა ეს ნახე ჰიპოფიზი ფარისებრი ჯირკვალი და სხვა ჯირკვლები კავშირშია გამრავლებასთან ერექციასთან სექსის სურვილთან და სხვა დანარჩენთან ჰიპოფიზი არის ის ორგანო სადაც იჭერს ადამიანი გარეთ აზრებს რატო არის რომ ადამიანები რომლებიც ნეგატიურ ფიქრებში იყო და შეჭრებია ეს ყველაფერი ჰიპოფიზის ადენომა რატო აქვს ადამიანები მოდიან და მეკითხებიან რაღაცეებს და რა თქმა უნდა ეხლა მე ისედაც ვკითხულობ ბევრ ინფორმაციებს ადამიანის ირგვლივ რატო მოხდა რის გამო მოხდა მაგრამ ეხლა რასაც გავაჟღერებ აქ არაფერი წასაკითხი არ არის ფაქტია ეს და ვეკითხები ჰიპოფიზის ადენომის პრობლემა გაქვს ალბათ ხო და ხო საიდან იცი აიდან ვიცი და იქიდან ვიცი რომ ჰიპოფიზი იღებს ამ დარტყმას დემონის ამ ნეგატიურ აზრებს აქვს დარტყმა ჰიპოფიზი იღებს ამ დარტყმას და ამ დარტყმას რო იღებს იწყება ადენომა ჯაჭვური პროცესია ის მარტო ერთი პროცესი არ ხდება აქ ხდება მთელი კასკადური პროცესები ადამიანის ბიოქიმიაში სტრესი კორტიზოლი ნივთიერება გამოიყობა კორტიზოლი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას იმუნიტეტის დაქვეითება იწვევს პათოგენური ბაქტერიების და ვირუსების გაძლიერებას ორგანიზმში პათოგენური ვირუსები და ბაქტერიები ექვემდებარებიან
დაბალ ენერგიებს. ხო, მაგათ ექვემდებარებიან. თავარი რაც ხდება კორტიზოლის დროს, ამ სტრესის დროს, ადის პირდაპირ კორტიზოლი და ურტყამს ჰიპოფიზს. სწორედ ეს კორტიზოლის არაბალანსირებული მდგომარეობა აზიანებს ჰიპოფიზს, ვეღარ აზროვნებს ადამიანი, ვეღარ ფიქრობს. რის თქმა უნდა, მარტო ენერგეტიკული პროცესი კი არ მიდის. მიდის ბიოქიმიური პროცესი ნამდვილად, მედიცინურადაც. და გამოდიხარ შენ და ამბობ, რომ ერექციის პრობლემა კაცი აღარ ვარ ნერვიულობ. რაზე ნერვიულობ? გააცნობიერე რასთან გაქვს საქმე და მიხვდები, რომ სხვა რაღაც არის და სხვა რაღაც პროცესები ხდება და სხვანაირად უნდა მიუდგე. ყველაფერს რო თავი დაანებო, ის იქ ზის, ფუძის ჩაკრასთან ზის. და იქიდან წოვს ენერგიას და შენს ფიზიკურ სხეულს არ ხვდება ეს ენერგია. ნახე, შენი სხეული არ იკვებება საკვებით. საკვები არის ძალიან დაბალი პროცენტი, რითაც ცხოვრობს შენი სხეული. შენი სხეული ძირითადი არსებობისთვის ენერგიას იღებს ეთერიული სხეულით, რომელიც სანტიმეტრია სხეულიდან შემოკრული გაქვს გარსად. ის იმას აზის, ჩაკრაზე ზის და იქიდან წოვს ენერგიას. რატო არის, რომ აი მსგავსი ვისაც შეპყრობები აქვს, ხერხემალთან გძნობ, კისერთან, ანუ ენერგია სადაც მოძრაობს, იქ ზიან. გესმის? იქ ზის. ადამიანის შიგნით კი არ არის. შიგნით არის და ჩაუსაყდა და უცელში ტრიალებს და ტანში. გარედან არის სხეულზე, როგორც პარაზიტი წურბელა მიაკრა ადამიანს. ხო და იქ პირველ ჩაკრაზე ზის და ენერგიას რო წოვს წურბელასავით, შენ რა სხეულებრივ ერექციაზე გაქვს საუბარი, ენერგია საერთოდ აღარ დაგჭირ. თან სექსი ესეთი რაღაც არის, სექსისთვის საჭიროა ძალიან დიდი ენერგია რეალურად. ბავშვი ისახება სექსის დროს, სხვა ღვთიური ენერგიებია საჭირო. გაზის იქ ფუძის ჩაკრაზე წოვს და ჭამს და ეხლა ისი იმედი გაქვს. მიხვდი და შენ ეს ყველაფერი რო არ იცი ხა მე რაც ვილაპარაკე, შოკირებული ხარ, ვერ ხვდები შენ თავს რა ხდება, აბსოლუტურ ნისლში ხარ და ეხლა მე დღეს ამ შენი ნისლის გაფანტვას ვაკეთებ და უკვე დღეიდან ვეღარაფერს ვეღარ გიზამს ის, უკვე როცა იცი რასთან გაქვს საქმე. შესაბამისად, ეხლა მას მიყავხარ იქ რომ დაგაშოროს შეყვარებულს. რომ აღარ მოგინდეს ურთიერთობა, ეს სირცხვილი აღარ განიცადო, რომ შეყვარებულს დაშორდე და ეხლა ნახე, ჯანმრთელი ადამიანისთვის არის რთული შეყვარებულს რო დაშორდე, სტრესები და ეხლა შეყვარებულს რო დაშორდები ესეთ ფორმაში, უკვე ხო წარმოგიდგენია რამხელა სტრესს გიმზადებს. ამბობ ეს რაღაცას რომ მითხრაო რომ დაბალ ვიბრაციული ხარ შენ და უნდა დავშორდეთო და დამშორდაო. ის შენ ვერ გაგიგებს. მისი რეაქცია ბუნებრივია, შენ მის მიმართ არ უნდა გქონდეს არც წყენა, არც არაფერი. ის ხედავს, რასაც ყველა ხედავს სტანდარტულად. ვერ მიხვდა რა ხდება შენს თავს. იქ ფსიქიატრიულში ერთი დღე მოხვდი, იქ ის ვერ გაიგო. გაიგე? ვერ გაიგო და დაგშორდა. ვერ მიხვდა რა ხდება და სტანდარტით აბა ეხლა გაცნობიერებული გოგო ყავდეს, გაღვიძებული გოგო. ის ყველაფერს მიხვდება. რასთან აქვს საქმე, როგორ უნდა მოიქცეს და გვერდით დაგიდგება და გამოგაჯამრთელებს და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა სტანდარტული გოგო, რომელიც კოსმეტიკის იქეთ ვერ იყურება და რაღაც საბაზის ცოდნებიც კი არ აქვს, მას ნუ გაუბრაზდები და ნუ გეკნება ის, რომ რატო მოიქცა ესე, რატო მოიქცა და ვერ გაიგო. არ იცის. შენ ვერ გაიგე და მან რა უნდა გაიგოს. და წავიდა თავის გზაზე. პირიქით სიყვარული გაუგზავნე, შენ არ გჭირდება არავის მიმართ კონდეს ბრაზი, მით უმეტეს ვინც გიყვარს იმის მიმართ, არჩევლების მიმართ, არავის მიმართ უნდა გასუფთავდე ყველანაირად. იმასაც უნდა გაუგო შენ. რატო იცი? ის შენს გვერდით რო იმყოფება, შენს გვერდით ის დისკომფორტს გზნობს თავს. შენს გვერდით კი არ გზნობს დისკომფორტს თავს, არამედ იმ დემონის გვერდით, რომელსაც ვერ ხედავს, მაგრამ შეგრძნებებით გზნობს. ნახე რას გეუბნები? რაც შენს გვერდით იმყოფება, ის აგზნობინებს დისკომფორტში თავს. შენ კი არ გებრძვის მაგ დროს ის დემონი. იმასაც ებრძვის. ოღონდ ის ადამიანი ამას ვერ ხსნის და ვერ ხედავს, მაგრამ შეგრძნების დონეზე, მით უმეტეს ქალი მთლიანად შეგრძნება ემოცია. რაღაც ნეგატივს გზნობს და გაცლაუნდება. არ ქონია სიტუაცია, ვიღაც ადამიანის რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდი გვერდით და გინდა რომ გაიქცე, ვერ ჩერდები. რაღაცა გეუბნება, ცოტა შორს დადექი, მოერიდე. რატო? იმიტომ რომ რაღაცა ხდება, ვერ ხსნი. იმ გოგოსი მე მესმის და შენც უნდა გაიგო იმ გოგოსი. მოვლენა ხდება წახნაგობრივად მრავალ პროცესუალურად. და ამ მრავალ პროცესებს წახნაგებს რომ ხედავ, მე უკვე აღარ ბრაზდები, მე უკვე ხვდები როგორ უნდა მოიქცე, რაზე როგორ უნდა რეაგირდე და ასე შემდეგ. ხოლო როდესაც რაღაც მოვლენას ხედავ ერთი ხაზით პრიმიტიულად რომ შენ დაგშორდა და მიგატოვა ესეთ ძიმე დროს, ეს ვერ დაგეხმარება შენ, მით უმეტეს განსჯა თუ გაქვს ჩართული და ბრაზი ვერასდროს ვერ მიხვდები იმ გოგოს მდგომარეობას და ის ხო ვერ მიხვდება შენს მდგომარეობას ახლა. ამიტომ ასეთ სიტუაციებში მშვიდი უნდა შეინარჩუნო და ბევრი წახნაგეთ შეხედო, აბა ჩემს გვერდით თავს როგორ გძნობს. დემონი თუ მყავს გვერდით, ის დემონი მასაც დაესხმის თავს, ოღონდ ის ვერ იქცევს, მაგრამ სხვანაირად იქცნობს. ეს
ის და პირიქით კი არ გაბრაზდები, არამედ მიხვდები, რომ მას სხვა გზა არ ქონდა, ინსტინქტურად გაიქცა, მაგრამ ერთი გააცნობიერე, რომ მას უფლება ჰქონდა, რომ წასულიყო, რადგან სიცოცხლის უფლება ყველას აქვს, თვითგადარჩენის უფლება ყველას აქვს. შენ შეგეძლო ეს გაგეჩერებია ფიქრები. შენ შეგეძლო ის, მაგრამ ვერ შეძლია არაუშავს არ იცოდი. ამაშიც ახლა არ დაიწყო შენ თავი ნეტა შემძლებ დაანებე წარსულის. ეს არის ნაგავში, ჭუჭყში, სისულელი ცრუ, არაფერი არ შეგეძლო, ვერ იზამდი. არ ქონდა ის ცოდნა, რაც დღეს მოისმინე და ვერაფერს ვერ იზამდი. ვერც ეს საზოგადოება ვერ დაგეხმარებოდა. ხო ხედავ? არაფერში საიმი არ არის. რელიგიიდანაც კი საიმი არ არის. მიდი მოძღვართან და უთხარი დემონს როგორ ვიბრძოლო და გეტყვის ილოცეო. ილოცე, მაგრამ ლოცვა ხო არ არის მარტო. მთელი რიგი პროცესებია. მე თუ ვილოცები და ხრამში გადახტომა მინდა, იმიტომ რომ ცუდ აზრებს უსმენ თავში და არ ვიცი ვინმე უნება, როგორ მილაგებს, არ მასწავლი ამას. რად მინდა მე შენ ვილოცე, მე ისედაც ვიცი რომ უნდა ვილოცო. რა უნდა ვილოცო? მოდი კითხვას დავსვა. რომელი ვილოცო? ლოცვაც არის კონკრეტული პროგრამები. უფალოს ხო დამიფაროს ის, მაგრამ მე კონკრეტულად უნდა ვილოცო, ხო? რომ ეს დემონი მომაშორე, ცდომები გაუქმდეს, ის ესეც კი არ აქვს, ეს ლოცვებიც. კვეთებულის ლოცვები არის და ისიც მოძღვარმა უნდა წაიკითხოს. არსად არ გქონდა შანსი, რომ სადმე გამომძვრალიყავი, ჩემთან თუ მოხვიდოდიან, ვინმე ისეთ მცოდნესთან, ვინც სუფთად დაგეხმარება და არა რაღაც რუნებით. რუნებით ხდება დემონის მოშორება, ოღონდ რუნებით ეკუთვნის დემონებს. იგივეა რუნების დაწერა და მსგავსი რაღაცებით მოშორება დემონის, როგორც აი ბანკში რო ჩადო საკუთარი თავი და მთელი ცხოვრება ხარკი რო უხადო სიცოცხლის ბოლომდე ამ რუნას. სასიცოცხლო ენერგია. და ვის უნდა, არც ერთ ჯანმრთელ ადამიანს ეს არ უნდა. მაგრამ თქვენთვის ცნობილი ადამიანები გამოდვებით გაგზავნინებენ ფოტოებს, ვითომ სუფთაში არიან და რუნებს გახატავს სახეზე და გშველის. მაგრამ რის ხარჯზე გშველის? კითხვას სვამ, ან გიხსნის საერთოდ რა დაგახატა სახეზე? და კარგი, მთელი ცხოვრება გადაიხადე სასიცოცხლო ენერგია. მაგრამ მერე სად მიდიხარ? რა კონტრაქტი დადე ის მაინც თუ იცი? არ იცი. არც იმან არ იცის, რაც დაგახატა სახეზე. ვინც დაგახატა სახეზე ის რუნები, ერთი განსაკუთრებით მოყვარული დავიღალე მაგ კაცის ასაკიანი კაცი რო სახელები არ მინდა ვასახელო. რუნა დამახატა, რუნა გამომიგზავნიან ფოტოებს, სახეზე აქ რუნები დახატული. რა გამწარა. მიხვდა რომ ეს მუშაობს, რუნა, მაგრამ კითხვებს არ სვამს. ახატავს რეგულარულად ხალხს რუნებს, კურნავს, მაგრამ არ კითხულობს ვინ კურნავს, რა კურნავს, რა გადასახადი აქვს. თუმცა შესანიშნავად იცის რომ რუნას ყველაზე ძვირი გადასახადი აქვს. რუნა იღებს ყველაზე ძვირ გადასახადს. უბრალოდ წამს არა. პასუხისმგებლობა არის 0. კარგი, რუნამ გიშველა ბრჭყალებში, მაგრამ როდესაც შემდეგ ისევ დადგები, მსგავსი საფრთხის წინაშე, მერე რას შვები? ისევ რუნა გინდა დაიხატო? და მერე იქნება იმ რუნამ აღარ იმუშაოს, რადგან გასაყიდი აღარაფერი გექნება. შენ უნდა გამოიმუშაო იმუნიტეტი შემეცნებით, რასაც აქ გასწავლი, რომ აღარასოდეს აღარ დაინფიცირდე. მე რასაც აქ გასწავლი, ეს არის სამუდამო აცრა ყველა დემონის და დაბალი არსის მიმართ. ვინც რუნებით იცრებით დემონების და შეპყრობების მიმართ, თქვენ არ ხართ აცრილები. თქვენ ხართ დროებით აცრილები და დამატებით რაღაც ისეთ წყიდით, რაზეც მე თავადაც არ მაქვს წარმოდგენა, რადგან არ ვიცი მე თქვენ რა კონტრაქტებს გიდებთ, ის ვინც გიდებთ და ვინც გახატავთ ამ რუნებს. დარწმუნებული ვარ, მანაც არ იცის ბოლომდე რა კონტრაქტს დებს. მან იცის რომ რუნას ძვირი გადასახადი აქვს. მაშინ რატო გახატავს ამას? რატო აკეთებს ამას? პასუხი არის ეგო და პოპულარობა. გამოვა მერე და იტყვის მე ის განკურნე, მაგრამ მერე რა დაგემართა, ეს აღარავის აღარ აინტერესებს. მას აინტერესებს მხოლოდ ის რომ პოპულარული იყოს. ხალხის ყურადღების ნარკომანია. მარტივად რომ გითხრა პოპულარობისთვის ყიდის. გამორიცხული არ არის სხვა რამისთვისაც ყიდიდეს. ისეთმა ადამიანებმა გამიცრუეს იმედები, რომ მომწონდა ვუსმენდი, ყველაზე მაქვს ნამდვილი ისტორიები, რეებს აკეთებენ და რეებს ჩადიან. ამიტომ დაანებეთ სწრაფ შედეგს. შეიმეცნეთ, სუფთად გაჯანსაღდით და გახდით უნიკალურად ძლიერი, რომ აღარასოდეს აღარ შეგეყაროს დემონის ვირუსი, რომ იყოს სამუდამოდ აცრილი. ეს უბრალოდ აცრა კი არ არის, ეს არის ისეთი რაღაც ამ იმუნიტეტის შეძენის შემდეგ უძლეველი ხარ, ვერაფერი ვეღარ გერევა. ამბობ, რომ ბოლოს უკვე სუიციდის მცდელობები მქონდაო და ეხა აღარ აღხსნი რა მცდელობები მქონდა და რა მოხდა და ასე შემდეგ. ბოლო არის სუიციდი. სუიციდამდე მიყავს. ყველანაირად რო გამოწურავს და გაცრის, ეს სუიციდი არის ის მომენტი, რომ უკვე ჩაწეროს სატანის ლაშქარში. ყველაზე მთავარ ზართებს წარმოიდგინე, როგორ ინსტინქტს უთიშავს ადამიანს. ამას სჭირდება ძალიან დიდი ინტელექტი, რომ იცოდეთ ისე. ნახეთ, პირველი ინსტინქტია თვითგადარჩენის ინსტინქტი. თვითგადარჩენის ინსტინქტის გათიშვა არის ძალიან რთული და ამას სჭირდება მთელი რიგი პროცესუალური მექანიზმები, რომელსაც ახორციელებს დემონი. ადამიანი
სუიციდამდე იმიტომ მიდის, რომ ისეთ ცრუ პროგრამებში ჯდება, ისეთ უენერგიობას გრძნობს, უკვე სიცოცხლის ენერგიის უნარი აღარ აქვს. ყველანაირად წოვს, დილით ადგომის სურვილი აღარ აქვს, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს, ფიქრები ხო წარმოუდგენლად დავარდნილი. იმდენად ყველანაირად გამოწურულია, რომ ბრძოლის უნარიანობა ისე ითიშება, წარმოიდგინე, რომ პირვანდელი ინსტინქტი ითიშება. პირვანდელი ინსტინქტია, პირვანდელი უძლიერესი ადამიანში ჩადებული და ამის გათიშვა არის ძალიან რთული ადამიანში და დემონი ამას ახერხებს, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება აქვს ამის თელ რიგ პროცესებს ატარებს ადამიანში, რომ ადამიანი აქამდე მივიდეს. ამიტომ, როდესაც დღეს უკვე შენ შემეცნება მოგეცა, როგორ უნდა მოიქცე, ჟარგონის ენაზე ვიტყვი. ამ დემონს უნდა აახიოს სახე, შენი მშვიდით, შენი ბალანსით, შენი უშიშრობით, შენი სიყვარულის შეგრძნებით, პატიების სხვა ადამიანებზე, ლოცვებით, გამთლიანებაში დევს კონკრეტული ლოცვები, რომელიც შეგიძლია წაიკითხო, ან სხვა ლოცვა წაიკითხე, რაც გინდა შენი წარმოთქვით ილოცე, განწმენდები გააკეთე, მან ისეთი რაღაცეები გაგიკეთა, როგორ აბედინებ ასეთ რაღაცას დღეიდან. არც უნდა გააბედინო, რომ სტრესი დაუშვა შენ თავში, არც უნდა გააბედინო, რომ ნეგატიური ფიქრები დაიწყო. თუ იცი, რომ დემონთან გაქვს საქმე, ვერაფერში ვეღარ გერევა. ამიტომ ცოდნა არის ძალა და ამ ცოდნის მოქმედებაში გამოყენება არის პირვანდელი ძალა და ამ ძალით უნდა იაროთ. ამიტომ გიხაროდეს, რამე თუ მოგეცა ცოდნა უფლისა სამყაროდან. მეც მიხარია, რომ მომეცა ის ცოდნა უფლიდან, რასაც პირიდან ვუშვებ, რასაც ხედავ. მე კი არ ყვები უბრალოდ რაღაცას. მე ვხედავ, რა ხდება, რა მოხდა, რა ხდებოდა, რატო მოხდა, იმ დემონის მოქმედებები რა იყო, რა ქონდა ჩაფიქრებული. ამ ყველა კვანძს ვხედავ და მეც მიხარია და მადლობელი ვარ ამისთვის. შენს გიხაროდეს დღეიდან და დღეიდან სიხარულში იყავ და ეს გადაგარჩენს. დაგლოცავ, უფალი გფარავდეს ყველას. ამინ.